ვარ ლამარა აბაშიძე. აი ამ ფართის მეპატრონე. ხო და ერთ-ერთმა ეგრეთ წოდებული ინვესტორი ვარ ამბობს. იყიდა მან ეს მიწა აი ამის აქეთ. აი ეს მონაკვეთი. აი ამის აქეთ. ეს გავიგე მე რამოდენიმე თვის წინ როცა მაგან იყიდა ეს მიწა. ამის ყიდვის მიზანი და მიზეზი არის რომ იყიდოს ეს შენობები. ძველი შენობებია, უსახურო შენობებიაო, ასეთიაო, ისეთიაო და მერიასო შეფასებული აქო 47000 ლარათო დაგინგრევს მერიაო მაგასო, მაგ შენობასო ხო და მეო დამეჩოქები მერე მოხვა დამეჩოქები რომ მეო ბექაო ჩემი შენობა იყიდე 2 კაპიკი წამიმატება. ბექა თვალაძე მოდის და კითხულობს, როდის გავაქირავე, როდის ჯარიმა გაეკრა, როდის გაფრთხილება გაეკრა. ერთ დღეს მოვიდა აქა და აქ რო ჯარიმა იყო სადააო ხმამაღლა. გავაქირავე მე ეს ობიექტი 7 წლით. შეიტანა ინვენტარი მქირავებელმა. ჩამიკეტა მანქანით აქა ძველი უმოქმედო მანქანა ჩამიგდა. ხო და იძულებული გახდა ეს პიროვნება რომ წასულიყო დაეცალა მაღაზია და წასულიყო. მე თქვენ რას გიზამნახეთ აბა და მე თქვენ ასე და გამხობ თავზე და მე თქვენ ასე გიზამთ და მე ხშირად არის მასეთი სკამათი ტელეფონშიც თუ გინდა და პირადადაც რომ შეგხდეს. არას გიზამნახე მითხრა. მე ვიყიდე ვისიც იყო კერძო ვანაძე იყო ვახტანგი ვანაძედან ნაყიდი მაქვს და ჩვეულებრივად საბუთის ნორმაში მაქვს და რეესტრიც მაქვს და ყველაფერი მაქვს და ეს იყო კომერციული ფართი და არის კიდევ კომერციული ფართად დარეგისტრირებული. მისამართი აქედან მაქვს, წყალი შუქი აქედან მაქვს და მისი ბექა თვალეძის ბრძანებით არ გავაკეთებ ფესიკის მხრიდან შემოსავლას. ჩვენ რომ გაგვაწვალოს და ჩვენ რომ იძულებული გავხადოს, რომ მივყიდოთ აი შენობა როგორც მას უნდა. 2007 წლიდან ვფლობ ამ ქონებას. მე ვწერდი მერიაში რამოდენიმეჯერ მქონდა ნახაზით შეტანილი მქონდა, რომ თვით აღიარებაზე მეყიდა ეს მიწა. და ვარი მომივიდა, სამჯერ მქონდა შეტანილი მერიაში და ვარი მომივიდა. ვარი რომ მომივიდა, მე ამ მიწის შესყიდვას ველოდებოდი, რომ ეს გამეპარტოვებია და გამეკეთებია. რადგან ამ მიწის შესყიდვის მიზანზე ვერ მივაღწიე, გავარემონტე და ვიფიქრე გავარემონტებ და გავაქირეებ და მექნება რამე შემოსავალით ხო და მაგის ინტერესი არის რომ იმან ააშენოს აქა მრავალსართულიანი სახლი, იმიტომ რომ აქედან რომ მოყვება უკვე აქეთ შემდეგისკენ ადვილია უფრო აღება. არასოდეს არ წავალ მაგასთან მოლაპარაკებაზე. შეიძლება სხვა ინვესტორს ნახევარფასებში მივცე და მაგას არა. მაგან იმდენი რაღაცა იკადრა აქა, მაგას არ იკადრებს არც ერთი ადამიანი. ამას ვინ იყიდის ახლა? გააჩერე, ესე იგი, ქუჩაში გამვლელი, ყველა პირველი, ყველა სულ ერთი არ აქვს მნიშვნელობა და ეს მიწა იყიდება თქო უთხარი და თუ იყიდის ვინმე ამას. არავითარ შემთხვევაში. ამას კაცი არ იყიდის. ამ მიწას არ დავთვლ თუ საყიდელია, ამას ჩვენ ვიყიდით და მე ვიყიდით. მისი საყიდელი არ იყო აქა ეს მიწა.